შემოგვიერთდა დიდ დიღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დილომშვიდობისა მამა ლუკა. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მადლობა, გაიხარეთ. საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე და თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში. ნიშნავს თუ არა ეკლესიურობა სულიერ ცხოვრებას. პირველ რიგში რომ განმარტოთ ეს სიტყვები, ტერმინები, ეკლესიურობა სულიერი ცხოვრება, რითგან სხდდება ერთმანეთისგან, რა არის მათში ერთმანეთთან კავშირში. ხშირად ვამბობთ, რომ ვერ ვახერხებთ ეკლესიაში სიარულს, ზოგიერთი ადამიანი დადის ტაძარში, ბუნებრივია, ყოველ შაბათ-კვირას ესწრება წირვას, თუმცა ცხოვრობს თუ არა ის სულიერად, სწორად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც თქვენ გამიმარტავთ ბუნებრივია დაზრდულებით. ეკლესიურობა ზოგადად, ფიზიკურობასაც ნიშნავს, რომ ეკლესიაში უნდა იარო, ლოცვა იკითხო, ფიზიკურად რო უნდა იმოქმედო გარკვეულად, მაგრამ პირველ რიგში სულიერებას ნიშნავს. იმიტომ რომ თვითონ სიტყვა ეკლესია მოდის ბერძნული ზმნიდან, ეკლეოს, ან დაახლოებით ეს სიტყვა, რომელიც ნიშნავს დაძახებას. და ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ღმერთი უძახის ადამიანს, ღმერთი იწვევს თავისკენ ადამიანს, ღმერთი გიწვევს თავისთან ურთიერთობისკენ. ასე რომ ეკლესიური ცხოვრება ეს არის ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან ურთიერთობა, პირადი ურთიერთობის ქონა. ეს არ არის გარეგნული რიტუალები, ქცევები და ასე შემდგომ. ბუნებრივია, რომ ღმერთთან ურთიერთობა გარკვეულად აყალიბებს ადამიანს გარეგნულად, მაგრამ თავის არში გულისხმობს არა ფიზიკურ მდგომარეობას, არამედ პირველ რიგში სულიერ მდგომარეობას. როდესაც შენ ღმერთთან პირადი ურთიერთობა გაქვს და სწორედ ეს უნდა ისწავლო. ესე იგი, ეკლესიურობა და ეკლესიური ადამიანები, ან ეკლესია გნებავთ, ეს არის ღმერთისაგან მოპატიჟებულ ადამიანთა ერთობა, რომლებიც ღმერთისკენ მიდიან. და შენ ღმერთისკენ უნდა იარო. არ შეიძლება რომ ეკლესიური ადამიანი დაკმაყოფილდეს ლოცვის წაკითხვით, თუნდაც ზიარებით, მექანიკური ზიარებით, თუნდაც რაღაცა ფიზიკურობით. ჩვენ არა ვართ მარტო ფიზიკური სხეული, ჩვენ სული ვართ. აი ღმერთის სულია და ჩვენ სული ვართ. და ეს სული, ამ სულის წარმომავლობა მთავარია ჩვენში. ღმერთმა თავისი სული შთაგვბერა ჩვენ და წარმოიდგინეთ, რომ ნიშნავს, რომ ჩვენც ღმერთი ვართ. ჩვენც ღმერთის ნაწილი ვართ. ეს მდგომარეობა უნდა აღვადგინოთ და უბრალოდ ამაზე დიდი არ არსებობს. ამაზე უფრო დიდი წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება არ არსებობს, რომ თურმე შენც ღმერთი ხარ. და უფალი ხო ამბობს, რომ არ იცითო, რომ თქვენ ღმერთები ხართო და ღმერთის შვილებიო. და ეს არ უნდა დაივიწყოს ადამიანმა და ახლა დემონურმა ძალები ცდილობენ, რომ ეს დაავიწყონ ადამიანს და 64-ში პირველი განსაცდელი სწორედ აქეთკენ იყო მიმართული, რომ ადამიანს ღმერთთან გაეწყვიტა ურთიერთობა და გაწყვიტა კიდეც. და ეხლა უნდა აღვადგინოთ ეს. პირადად უნდა აღვადგინოთ. ეს არ არის ტრაგედია, რომელიც 1000 წლის წინ მოხდა. ის ეხლაც ხდება, დღესაც ხდება, ჩემშიც შეიძლება მოხდეს. ამიტომ მე არ უნდა დაუშვა ეს. ამიტომ ეკლესია ნიშნავს ღმერთთან პირადი ურთიერთობის აღდგენას და რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში სულიერია. იმიტომ რომ მე რო ვაზროვნებ, ეს არ არის ფიზიკური მომენტი, ხა ტვინი არ აზროვნებს, ტვინი არის მექანიზმი რაღაცა. ისე როგორც ხელი, ფეხი და გული და ასე. აი თავარი სწორედ სულია და ეს სული უნდა ამოძრავდეს და ქართველები სულ სხვანაირად ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაზე რო ცხოვრობ, უნდა იცოცხლო და სიტყვა ესე იგი ცხოვრების ფუძე არის ცეცხლი. ესე იგი შენ სულში რაღაცა ცეცხლი უნდა იყოს და ეს ცეცხლი უნდა დავანთოთ და იმ შემთხვევაში იცხოვრებ და სხვა შემთხვევაში ვერ იცხოვრებ. როგორ უნდა ამოძრავდეს სული და როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა სულიერებას? კონკრეტული ნაბიჯები არსებობს ბუნებრივია, ხო? ცხოვრების განმავლობაში, რასაც უნდა მიაღწიოს. თითოეულ საფეხურზე უნდა ავიდეს ცხოვრების განმავლობაში ადამიანი. როგორ მიიღწევა ეს სულიერება? რას აკეთებს კონკრეტულად ადამიანი ამისთვის? სულიერების პირველი ნიშანი და ყველაზე მთავარი ნიშანი და ის ნიშანი თუ არ არის სულიერება არ არსებობს, ეს არის პატიოსნება. აი სადაც ახარ, როგორც ახარ, უნდა გახდე პატიოსანი, უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ შენ უსინდისო არასდროს არ იქნები. თორემ მე ვთქვათ სასულიერო პირი ვარ და მე ეს გადაწყვეტილება რო არ მქონდეს, მაშინ მე სულიერი კი არ ვიქნები, მაშინ უსინდისო ვიქნები, ანუ უღმერთო ვიქნები და
დეგრადირდები ბოლომდე და ეს როგორც ილია ჭავჭავაძე ბრძანებს თუ ყურადღება მოადუნა ადამიანმა ეს ქვეყანა ისე გაასწორებს და ისე გათელავს როგორც დიდოელი ლეკიო თავის ნაბადს თელავსო და ბოლომდე დაგანგრევს ეს ქვეყანა ამ ქვეყანაში ვგულისხმობ ზოგადად ამ ქვეყნიურ ცხოვრებას წესებს ამ ქვეყნიურ ცხოვრებისა სადაც ძალიან ბევრი ცოდვა ბატონობს რომელიც ბოლომდე ქსრისავენ ბოლომდე გაკარგიებენ სულიერებას ბოლომდე გაკარგიებენ სახეს ადამიანისას სახიერებას გაკარგიებენ სახიერებისგან მოდის სიტყვა სახიერება კიდე ნიშნავს სიკეთის აქტიურ ფლობას აი ზოგადად სიკეთე კი არა სიკეთე რო აქტიური მოქმედი სიკეთე გაქვს აი ეს არის სახიერება და სახეც აქედან გამომდინარეა და ჩვენ სახე არ უნდა დავკარგოთ თორე ხა ყველამ ვიცით და მაგალითების სახითაც ვიცით თუ ჩვენი მაგალითით არა რომ ჩვენ თუ ფხიზლად არ ვიქენით ჩვენ შეიძლება სახე დავკარგოთ სახიერება დავკარგოთ სიკეთე დავკარგოთ მშვიდობა დავკარგოთ სიყვარული დავკარგოთ. მამალუკაცი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ აი ეკლესიურობა ჩვენი ეკლესიაში სიარული უნდა ემსახურებოდეს სწორედ იმას რომ უკეთესები გავხდეთ და ის რომ სული ავამოძრავოთ და სულიერი ცხოვრება დავიწყოთ. მაგრამ არსებობს თუ არა სულიერი ცხოვრება ეკლესიურობის გარეშე? ანუ ეკლესიის გარეშე შეიძლება ადამიანმა სული ავამოძრავოს? ნუ ეკლესიური ადამიანი შეიძლება ვერ გახდეს სულიერი, ამაზე გვისაუბრია, მაგრამ შესაძლებელია თუ არა რომ სულიერი ცხოვრება ადამიანმა შეძლოს ისე რომ არ იყოს ეკლესიური? არა ვერა და იმიტომ რომ ეკლესიაში უფალი იგულისხმება პირველ რიგში. როდესაც მიდიხარ ეკლესიაში, იქ რაღაცა უცნაურ სიმშვიდეს გრძნობს ადამიანი და აი იქ ღმერთი გვხვდება თვითონ. აი მაგალითად რო წარმოვიდგინოთ, რომ მინდორი სადაც დავთესეთ, ვთქვათ, ყველა აგრონომიული ნორმების დაცვით ხორბალი დავთესეთ. თუ არ მოვიდა წვიმა, თუ არ მოირწყა ნათესი, შედეგი არ იქნება, გამორიცხულია. მაშინ ისეთი სასიცოცხლო პროცესი, როგორიც არის მზის ნათება, პირიქით დაწვავს და დაანგრევს აი ამ ჩვენს ნაშრომს. ამიტომ ეკლესიაში მისვლა გავს სწორედ აი იმ მადლიან წვიმას, რომელსაც მოსავალი მოყავს. აი წვიმა რო დააწვემს ყანას, ის წვიმა აღარ ჩანს იქ. მაგრამ იქ რაღაცა ისეთი პროცესები მიდის, რომ ნაყოფი იქედან მოდის. აი ფრანგ მევენახეებს აქ წაკითხული მაქვს, რომ როდესაც წვიმს, ამბობენ, რომ ღმერთიო ღვინოს გვიგზავნისო. როგორი დანახვა არა, რომ ესე იგი წვიმა მოდის, ჩადის მიწაში, მიწიდან შედის ფესვებში, ვენახის, მერე იქედან ადის, მტევნად იქცევა და მერე ადამიანი ქმნის, ესე იგი აყენებს ღვინოს. და მე ადამიანს გონია რომ მე დავაყენეო ეს ღვინო არა და 99 და 9% ღმერთის მოქმედებაა იქ და ეს ფრანგი გლეხები ზუსტად ხედავენ რომ ღმერთი ღვინოს გვიგზავნის წვიმის სახით და აი როდესაც ადამიანი შედის ეკლესიაში სწორედ ამას ღებულობს სიცოცხლეს ღებულობს ცეცხლს ღებულობს სითბოს ღებულობს ამოისუნთქავს ქართველი რო იტყვის მოსულიერდება ცოდებს მოიშორებს, ცოდები შეწყვიტავენ არსებობას, ზემოქმედებას უпростоრეთ ჩვენზე და ჩვენ მოვსულიერდებით და მე მივიღეთ ძალას ისე რომ ناقოფი გამოვიღოთ. და ახლა თუ ხორბლის ყანამ ناقოფად პური უნდა გამოიღოს საბოლოო ჯამში, ჩვენც უნდა გამოვიღოთ ეს ناقოფი. და როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეს ناقოფი არის სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მყუდროება. ანუ ის საოცარი თვისებები, ის საოცნებო თვისებები, ის რაინდული თვისებები, რომელიც ადამიანში უნდა იყოს და აღმოაცენებდეს. ესე იგი, ადამიანი კი არ უნდა ცდილობდეს, რომ მას უხაროდეს. ამას ვერ შეძლებ. კი არ უნდა ცდილობდეს, რომ მას უყვარდეს. მისგან უნდა მოდიოდეს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, ის უნდა იყოს აღმომაცენებელი და უფალი ამას ამბობს, რომ თუ იმ წყალს დაალებთ, რომელსაც მე გაძლევთ, თქვენ თვითონ გახდებით წყარო წყალთაო. ესე იგი, თქვენ თვითონ აღმოაცენებთ აი ამ საოცრებას, რომლის აღმოცენებაც მარტო ადამიანს შეუძლია და თუ ადამიანი ამ სულიერ ناقოფებს არ იღებს, პრობლემაა ეს პირველ რიგში მისთვის.
იმიტომ რომ სიხარულის ნაცვლად მერეში ფოთია, სიყვარულის ნაცვლად სიძულვილია, სულგრძელების ნაცვლად სულმოკლეობაა და ადამიანი მუდმივ პრობლემაში ატარებს თავის თავს. ამიტომ თუ თავისი თავი უყვარს ადამიანს, უნდა მივიდეს ღმერთთან და გაითავისუფლოს თავი ყველაფერი ამ მაჯლაჯუნებისაგან. მამა ლუკა, აი როგორ უნდა მივიდეს ადამიანი ღმერთთან, ერთგვარად ელისაბედის კითხვის გაგრძელება იქნება ალბათ მომდევნო საკითხი, რაზეც გვისაუბრია წინ გადაცემებში, ბუნებრივია, თუმცა თემატურად კიდევ ერთხელ შევეხოთ და შევახსენოთ მაყურებელს. აი ამბობს ადამიანი გვსმენია საბედნიეროდ ბევრისგან არა, თუმცა გვსმენია ასეთი მოსაზრება ადამიანების მხრიდან, რომ უფალთან ურთიერთობაში, მასთან მისასვლელად მას სულიერი მოძღვარი არ სჭირდება. ის მივა ეკლესიაში, ილოცებს, პირჯვარს გადაიწერს, სანთელს დაანთებს და მორჩა, ეს არის მხოლოდ სულიერი ცხოვრება მისთვის და მართლმადიდებლობა. სინამდვილეში როგორ არის რომ აუხსნათ ამ ადამიანებს? ნაწილობრივ სწორია, იმიტომ რომ შენ თუ პირადად არ მიიღე გადაწყვეტილება, აი 1000 მოძღვარი რომ დაგეხვიოს თავს, ვერაფერს ვერ დაგძრავენ ადგილიდან და სიკეთეს ვერ მოგიტანენ. შენში თუ არ არის ეს გადაწყვეტილებები და როდესაც შენ ტაძარში მიდიხარ, იქ უფალი გხვდება სულიერად. მაგრამ ჩვენ ხო ეს საკითხები ბოლომდე არ გვესმის. უფალი კი სულიერად გხვდება და ეს იგრძნობა. ეს იგრძნობა, მადლი იგრძნობა, იმ ძაფრად იგრძნობა. მაგრამ რახან ჩვენ ღმერთს ვერ ხედავთ და ჩვენი ხორციელი თვალით ვიყურებით უმეტესად. სულიერი თვალი უმეტეს შემთხვევაში დახშულია და დროთა განმავლობაში ცოდვების მოშორებასთან ერთად ნელ-ნელა ავტომატურად სულიერი თვალიც ეხილება ადამიანს. და აი, როდესაც მიდის ტაძარში ადამიანი უხილავი ღმერთის ნაცვლად ხდება ხილული მოძღვარი და ეს წესი ღმერთმა დაადგინა. ღმერთისგანაა დადგენილი. აი, ქრისტეს ნაცვალი არის მოციქული. მოციქულთა მიერ ნაკურთხი სასულიერო პირები და ეს საღვთო მადლი გადმოდის და მოძღვრის ესე იგი ღვაწლის გარეშე შეუძლებელია რომ ან მოინათლო, ან მირონი გეცხოს ეს სასწაული. ხო, ან ახსარება თქვა და შენდობა მიიღო, ან ეზიარო, ან შვიდგზის ზეთი იცხო. ანუ შენზე რომ მადლი გადმოვიდეს, აუცილებელია ეს იერარქიული მადლის გარდამოსვლა და idеალურ შემთხვევაში მოძღვარი არის ძალიან დიდი გულშემატკივარი შენი, რომელიც იქ მიხვედი ღმერთის სიყვარულიდან გამომდინარე. ანუ რო შევაჯამო, თავარი შენშია ღმერთის სიყვარული. თუ შენ ეს არ გექნა, ვერანაირი შუამავალი ვერ გიშველის, მაგრამ როდესაც შენ გაქვს გადაწყვეტილება, რომ ღმერთს ეზიარო, აი მერე ხო სრულყოფილებამდე უნდა მიიყვანო ეს საქმე. აი ამისათვის მოძღვარი გჭირდება. ნუ მაგალითად მე რო ახლა ჩავაბარო უნივერსიტეტში და მინდოდაც რომ მათემატიკოსი გავხდე, მაგრამ ვამბობდე რომ იცით მე ჩემით ვისწავლე ამას და არ მჭირდებით არავინ, მე თვითონ. და ახლა მე უნდა ძალიან დიდ პრობლემებში ვიქნები, ეს ერთია, მაგრამ იმიტომ რომ ჩემთვის უცოდინრობის სწავლა ძალიან ძნელია. მე ახლიდან უნდა დავიწყო აღმოჩენები და ასე შემდგომ, მაგრამ დროს დავკარგავ ბევრს და რაც ყველაზე მთავარი არაეფექტური იქნება ჩემი გადაწყვეტილება. ამიტომ თუ ჩვენ ესე იგი ვგეგმავთ რაღაცას, უნდა დავგეგმოთ სრულყოფილებამდე. მაგრამ თავარი როგორც თქვეს, მაგაში ვემხრობი, აი 50-50-ზე ვემხრობი, რომ თავარი თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მე უნდა გამოიყენოს. ესე იგი გრანდიოზული, უზარმაზარი ცოდნა ეკლესიისგან დაგროვებული ღმერთისაკენ სავალი გზისა. იმიტომ რომ წმინდანთა ცხოვრება, წმინდანთა შემოქმედება, ქრისტიანობა სადაც შედიოდა, ყველგან წიგნობრობას არ ვითარებდა და ჩვენც ვიცით, რომ საქართველოშიც ესე იყო. მან გამოიწვია წერა-კითხვის აუცილებელი ცოდნა არის საჭირო, რომ წაიკითხო წმინდანთა შრომები, აუცილებელი არის, რომ წიგნი შეიყვარო, აუცილებელია, რომ პირადი ურთიერთობა გქონდეს აი ამ განათლებასთან, რომელიც მოდის შენსკენ. ასე. მამალკა, აი სულიერი ცხოვრების შესახებ მინდა რომ ვკითხოთ, არ არის ხო მარტივი ეს გზა, ანუ
ამიტომაც ალბათ ადამიანები ზოგჯერ რჩებით ხოლმე ერთ და იგივე მდგომარეობაში და აი ან ფარისევლით მდგომარეობაში შეიძლება რომ მხოლოდ გარეგან წესებს აღვასრულებთ. რეალურად სულიერი ცხოვრება გულისხმობს იმას, რომ ძალიან ბევრჯერ შენი ეგო უნდა დათრგუნო და თქვათ რაღაცა შეიძლება გეზარებოდეს, არ გინდოდეს რაღაცის გაკეთება. მოყვას დახმარება ჭირდება და ამ დროს უნდა წახვიდე და დაეხმარო. თქვენ აღნიშნეთ რომ პატიოსნება არის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი თვისება, რაც ამ გზაზე სჭირდება ადამიანს. აი პირად ღვაწლზე მინდა გკითხოთ ასევე. პირადი ღვაწლის გარეშე ხომ არ არსებობს სულიერი ცხოვრება, ანუ ეს თქვათ ლოცვასაც გულისხმობს, შრომასაც გულისხმობს, მოწყალებასაც გულისხმობს და ასე შემდეგ. ანუ ამის გარეშე ღმერთი შეწევნის გარეშე არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია ჩვენი მონდომება. აი რა იგულისხმება ამ პირად ღვაწლში უფრო თქვენ რომ განგვიმარტოთ სულიერი ცხოვრება არის რთული, ძნელი და შეუძლებელი თუ ადამიანს წინა პლანზე დაყენებული აქვს ცოდვები. რაღაცა ცოდვით ტკბობის პროცესს თუ ვერ ელევა, მაშინ მას სულიერი ცხოვრება გაუჭირდება. თუ ადამიანი ვთქვათ მიჩვეულია გინებას, მისთვის მცნების დაცვა არაკაც კლა ძალიან რთულია, რთულდება. იმიტომ რომ შინაგანად ლოგიკურად არ ესმის, რომ თუ გავბრაზდები, რატო არ უნდა შევაგინო ვიღაცას, რატო არ უნდა მივაყენო შეურაცხყოფა მას, თუ ის იმსახურებს. ანუ თუ გავართულებთ ამ მდგომარეობას, რატო არ უნდა მოვკლა ის, თუ ის არასწორად იქცევა და ასე შემდგომ და ნუ უჭირს მე ადამიანის ღმერთის სიტყვის გაგება, მაგრამ ჩვენში საოცარი მექანიზმია მოცემული ღვთისგან. ტვინი ჩვენი საოცრად აზროვნებს. ყველანაირი პრობლემის სკანირებას აკეთებს, დასკვნას გიდებს და შენ რომ დაიწყებ და ათანხმებს სინდისთან და განათებული ისა გაქვს, რა ქვია, გადაწყვეტილება უკვე გამზადებული შენი ტვინისგან და შენი გონება ხედავს, რაც უნდა გააკეთო. და აი ამ დროს არის თუ ისურვებ, გააკეთებ. ესე იგი, სინდისი გამზადებულ გადაწყვეტილებას გაძლევს და გაჩვენებს, აი, თქვათ არის 10 გზა, ხო? და ერთი გზა არის განათებული და 9 არის ჩაბნელებული და ხო ხვდები ხა სინათლე რომელ გზაზეა და ენერგია, საღვთო ენერგია სად მოძრაობს და სწორედ იმ გზას უნდა მიყვე. სინდისი გაძლევს ამას. ვინც არ უნდა იყო, როგორიც არ უნდა იყო, თუ სინდისით ხელმძღვანელებს, შენ წმინდანი გახდები. წმინდანი გახდები, აი ვინც არ უნდა იყო, მაგრამ თუ ადამიანი, ესე იგი, ცოდვას ვერ შეელევა, აი როგორც ბიბლიურად ლოტის ცოლი უკან იყურებოდა და ეს ცოდვილი სოდომის ქალაქი ენანებოდა, იქაური ცხოვრების ის მარილის სვეტად იქცა, არა და ანგელოზმა გააფრთხილა, რომ უკან არ გაიხედოთ. ნუ ეს სიმბოლურად არის ესეთი რამ, რომ როდესაც ანგელოზს გამოყავხარ ცუდი თვისებებისაგან, ნუ ჩვენი გაგებით და როდესაც ანგელოზი ცდილობს, რომ შენ უკეთესი გახდე, უკან არ უნდა იყურებოდე. უფალი წყო ამბობს, ვერ წარემატება ის გუთნის დედაო, რომელიც სახნავსო ხელს დაადებსო და უკან იყურებაო. ის მთელი მობილიზებით წინ უნდა იყურებოდეს, იმიტომ რომ ენერგიას ის წინ მიყავს. და თუ ამ დროს მე უკან ვიყურები, ნუ უკვე აირევა ცხოვრება და ასე რომ ადამიანი, რომელიც უკან იყურება და ენანება რაღაცა ამ ქვეყნიური, რა თქმა უნდა, რთული იქნება მისთვის სულიერი ცხოვრება. მაგრამ თუ ადამიანი აიღებს თავის ჯვარს, თელ სიმძიმეს, ესე იგი, პავლე მოციქული რას ამბობს, რომ ღვთისმოყვარე ადამიანიო, თავის თავსო ჯვარს აცმევსო, ვნებებით და გულის თქმებითო. ძალიან ბევრი ვნებები მიჩვეული რაღაცა გქონდეს ადამიანს, რომელიც ვნებად იქცა. ანუ ცოდვა, რომ ჩაიდინო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ, ის მერე ჩვევად იქცევა და ჩვევა მერე ვნებად იქცევა და ვნება არის ეს სიცოცხლის ალტერნატივა, ასე ვთქვათ. ცეცხლის, საღვთო ცეცხლის ალტერნატივა. ესე იგი, საღვთო ცეცხლი შეიძლება არ ენთოს ადამიანში, მაგრამ მერე ანთია ეს ცოდვის სიყვარული და ადამიანი აი ამ ცოდვას რო ეზიარება, ეს არის მისთვის სიცოცხლე, ეს არის მისთვის სიხარულის მომტანი და ასე შემდგომ. და აი ეს მომენტი უნდა დაამარცხოს ადამიანმა, თორემ ცნებებიც ასე ეძლევა ადამიანს. თუ გინდა რომ სულიერი გახდე, ცნებები უნდა დაიცვა. და თუ ცნებებში კიდე ესეთი რამეა, არა კაცკლა, არა იპარო, არა ცილის წამო. ესე იგი, რა არ უნდა გააკეთო, იმაზეა საქმე, საუბარი. და თუ
გააკეთებ ამას, რაც ესე იგი მოიშორებ, რაც არ აგაქვს საჭირო, მე უკვე მიხვდები, გაითავისუფლებ თავს და მე უკვე გეცოდინება რა უნდა გააკეთო. მამალუკა, ხშირად ისეთი ადამიანი, რომელიც თქვათ ეკლესიაში დადის და გარეგნულ წესებს აღასრულებს და არ არის სულიერი, თქვათ და ეს ეკლესიური ცნობიერება რეალურად არ აქვს, ხდება ხოლმე დამაბრკოლებელი იმ ადამიანებისთვის, ვინც შორს არიან ეკლესიის წიაღიდან და აი ამბობენ, რომ ის თქვათ დადის ეკლესიაში, მაგრამ არ არის შეცვლილი, თქვათ, მოყვასი არ უყვარს და ასე შემდეგ. სხვა ისეთი თვისებები, რაც უნდა ჰქონდეს წესით სულიერ ადამიანს არ აქვს. და აი რატომ თქვათ რა პასუხისმგებლობა აქვს მრევლს, აი ეს მინდოდა მეკითხა და ეკლესიურ ადამიანს არაეკლესიური საზოგადოების წინაშე. ეს ტყუილია და ფსიქოლოგები პირდაპირ აბობენ ამას, რომ თუ მე რაღაცა ნაბიჯს არ ვდგამ, იმიტომ რომ შენი არ მომწონს ფიზიონომია, შენი ქცევა, შენი ცხოვრება ვიღაცა ეკლესიურის, ნიშნავს რომ მე არ მინდა ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ სინდის სამით ვაჩუმებ, რომ მე კარგი ვიქნებოდი კაცო, მაგრამ აი შენ მაბრკოლებ მე. ანუ ამ ადამიანს თვითონ არ უნდა რომ ეს ნაბიჯი გადადგას. თვითონ არ უნდა რომ ნაბიჯი გადადგას, იმიტომ რომ რაღაცა ცოდვას ვერ ელევა. ამიტომ თავი არ უნდა მოიტყუოს მან. თუ ადამიანი ღმერთისკენ არ მიდის, არავის ბრალი არ არის. წარმოიდგინეთ, არც ეშმაკების ბრალი არ არის, არც დემონთა მთელი სამყაროს ბრალი არ არის, არც მასონების ბრალი არ არის, არც მეზობლის ბრალი არ არის და არც ესე იგი რაღაცა ნაკლის მქონე სასულიერო პირის არ არის და არც რაღაცა ნაკლის მქონე ადამიანის არ არის. აი გავიხსენოთ მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება, ეს ეკლესია სპეციალურად აქვს წამოწეული. მას არ ყავდა არც მოძღვარი, მას არ ქონდა სახლი, მას არ ქონდა ლოცვის წიგნი არ ქონდა, არაფერი საშუალება, ეს კამი არ ქონდა. ნუ და ეს ადამიანი წმინდანი გახდა. ესე იგი და ეკლესია იმიტომ ესე იგი წამოწევს წინ ასეთ ადამიანებს, რომ ჩვენ მაგალითი ავიღოთ და მივხვდეთ, ვერავინ ვერ დაგაბრკოლებს. პავლე მოციქული რას ამბობს, როდესაც მძაფრია შენში ღმერთის სიყვარული, ვერაფერი ვერ დაგაბრკოლებს, ვერც ეს ქვეყანა, ვერც ის ქვეყანა, ვერც ანგელოზი, ვერც პრობლემები, ვერც სიკვდილის შიში, 100,000 მოწამე გავიხსენოთ. ხო შეიძლებოდა კი ბატონო დავაფურთხებ ხატს, გადავირჩენ თავს, მერე წავალ და აღსარებას ვიტყვი მოძღვართან. ნუ ეხლა ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა ხშირად, ვინც ნელთბილია სარწმუნოებაში, ნუ ჩავიდენ ცოდვას, მერე მოვინანიებ. ასე არ შეიძლება. შეიძლება ცხოვრება წააგო. შენ ირჩევ ღმერთსა და ეშმაკებს შორის ვინ იქნება შენი მეგობარი. ღმერთის მეგობარი იქნები თუ ეშმაკთა მეგობარი და ეს ცხოვრება რეალურად ეს არის. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ეს ქვეყანა არის ნებაყოფლობითი არჩევა სიკეთისა ან ბოროტებისა. და ვეღარ მოასწროთ მონანიება. და ბოროტებას და სიკეთისკენ თუ არ დაძარი შენი თავი, ვერავის ვერ დააბრალებ, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, როდესაც ადამიანს არ უნდა, ნუ ფსიქოლოგებამდე ამას ნიკოდიმოს თაწმინდელი ამბობს, თუ ადამიანს წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელი თავის უხილავ ბრძოლაში, რომ თუ ადამიანს არ უნდა სიკეთისკენ სულა, არ უნდა ცვლილებები თავის ცხოვრებაში, არ უნდა გადაწყვეტილებების მიღება, გადაწყვეტილება დიდი სიტყვაა ქართული, მისი ფუძე არის წყვეტა, რაღაცა უნდა გაწყვიტო. თუ ეს არ უნდა ადამიანს ცხოვრების შეცვლა თუ არ უნდა, მერე დააბრალებს იმ ვიღაცას, იმას, ის აბრკოლებს, იმას გამოყავს წყობიდან სიტუაცია, თორე ეშმაკები რო არ მაბრკოლებდნენ, მე წმინდანი შეგიძლია იყო დღესვე, იმიტომ რომ აი საინტერესოა ერთი ღვთისმეტყველი როგორ ამბობს, როდის ხდება ადამიანი წმინდანი. მაშინ როცა სინოდის კანონიზირება მოხდება, არა. მაშინ, როდესაც ამ ქვეყნიდან გავა, არა, არც მაშინ. ადამიანი ხდებაო წმინდანი მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებსო, რომ ზურგით არ იდგესო ღმერთისკენო და ცოდვას შეაქცევს ზურგს და ღმერთისაკენ დადგება პირით. შენ გაქვს დიდი ცოდვები, დიდი პრობლემები. შენ ნებისმიერ ცოდვას ჩაიდენ, რომ მოდუნდე და დინებას მიყვე, მაგრამ შენ ამას უძლებ. შენ ამას უძლებ და ეს არის სწორედ ის ღირსეული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ზოგს გონია, რომ რახან ეკლესიაში ადამიანი ის წმინდანი უნდა იყოს. არა, ის წმინდანობის გზაზეა, იმიტომ რომ მან ზურგი შეაქცია ცოდვას, მაგრამ ის ცოდვა მას მაინც ჯიჯგნის
და ის მაინც დგას ფეხზე. ამიტომ ჩვენ ვლოცულობთ ერთმანეთისთვის, რომ ღმერთი შეგვეწიოს, რომ ჩვენ ამ გზაზე ვიყოთ ძლიერნი და გაბედულნი. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა მოგზაურობისა და საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.